უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლის მიღება დედაქალაქში და რამდენად ხარისხიანად ხორციელდება სასმელი წყლის კონტროლი. თბილისის საკრებულოს წევრები დღეს Georgian Water and Power-ის ღრმაღალი სათავო ნაგებობასთან მივიდნენ და ცენტრალური ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. მოგვიანებით დეპუტატები წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემითაც დაინტერესდნენ და Georgian Water and Power-ის ცენტრალური ქიმიურ მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობა შეაფასეს. და ფაქტობრივად დარწმუნებული თქვა და მოსახლეობას თბილისის მოსახლეობა დავარწმუნე იმაში, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო არის ის ხალი, რომელიც მიეწოდება თბილისის დედაქალაქის მოსახლეობას. თბილისს რომ მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება, ამაში თბილისის საკრებულოს დეპუტატები დღეს თავად დარწმუნდნენ, მათ დაათვალიერეს ნედლი წყლის მიღების, დამუშავების, პირველი დამუშავების, შემდეგ ფილტრაციის და ქლორირების პროცესი და ასევე ლაბორატორია, სადაც ჩვენი იმყოფებით, ლაბორატორია აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.